სალამურო კურორტზე აზერბაიჯანელი მოსწავლეები დაისვენებენ. ახალი ინსტრუმენტები სიმფონიეტას ამიერკავკასიაში საქართველოს პირველია, სადაც ბაროკოს კამერული ორკესტრი დაიბადა. ამ ეპოქის მუსიკალური ტერმინების დიდი ნაწილი დღემდე გამოიყენება. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კამერულ ორკესტრს ბაროკოს დროინდელი საკრავები დღეს გადასცა. მოცარტის ერთ-ერთ ადრეულ სიმფონიას ვივალდი უვერტიურა ოლიმპიადას სულ მალე ახალ ინსტრუმენტზე დაუკრავენ. ამიერკავკასიაში პირველი ბაროკოს კამერული ორკესტრი დაიბადა, რომელიც მსმენელს ევროპული კლასიკური მუსიკის ნაირსახეობას შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს პირველები ჩვენ ვართ და ჩვენი ორკესტრისთვის ეს არის ძალიან ბევრი შესაძლებლობები, იმიტომ რომ ამ ეპოქაში დაწერილი მუსიკა გაცილებით ჩვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანია, უფრო მრავალფეროვანია, უფრო საინტერესო და უფრო დიდია და უფრო ბევრია, ვიდრე აი მოდერნ ინსტრუმენტებზე რაც იკვრება. ამიტომ ჩვენ გვიხსნის ფაქტურად ძალიან ბევრ შესაძლებლობებისკენ გვიწვდება აწი ხელი. სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში, შემდგომ კი მუსიკაში დამკვიდრებული ბაროკოს მუსიკა აღორძინების ეპოქის ბოლოს, მე-16-მე-17 საუკუნეებში იტალიაში წარმოიშვა. ბაროკოს დროინდელი საკრავები ტრადიციული სიმებიანი საკრავებისგან ჟღერადობით განსხვავდება. ქართველი მუსიკოსები ბაროკოს მუსიკის აუთენტური ჟღერადობით ბახის, ჰენდელის, სკარლატის, ვივალდის, მონტევერდის ნაწარმოებში ასრულებენ. ძალიან გვიხარია, უფრო დიდი შემართებით მივდგებით ჩვენ საქმეს და ხშირად შესრულდება ძველებური მუსიკას, მე-16-მე-17 საუკუნის მუსიკა, რაც საქართველოს ძალიან ნაკლია, იმიტომ რომ არ იყო აქამდე ესეთი ინსტრუმენტები, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმისა, აბსოლუტურად განსხვავებული სიმები აქვს მას და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება და მსმენელს უფრო ფართოდ დაინტერესებს. 9 ვიოლინო, 2 ალტი, ვიოლა, გამბა და ჩელო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს სიმფონიეტას ახალი ინსტრუმენტები გადაეცათ. ნიკოლოზ როირუას ინიციატივით ორკესტრს ფართიც გადაეცემათ, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სიმფონიეტას წევრებმა რეპეტიციები ჩაატარონ და მუსიკალური პროექტების განხორციელება შეძლონ. საქართველოს კლასიკურ მუსიკას არასოდეს არ ყოლია ბაროკოს ორკესტრი. დღეს არის ინაუგურაცია ბაროკოს ორკესტრისა საქართველოში. ისინი იქნებიან პირველი ქართული ბაროკოს შემსრულებელი ორკესტრი. მინდა ასევე ვიამაყო, რომ არც ერთ ჩვენ მეზობელს, დიდსა თუ საშუალო ზომის ჩვენს რეგიონალურ ქვეყანას არ აქვს ბაროკოს ორკესტრი. ეს არის პირველი, რომელიც არის საქართველოში. ახალი ინსტრუმენტებით თბილისის კამერული ორკესტრი რეპერტუარს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. სიმფონიეტას საკონცერტო არეალს საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გააფართოვებს. კამერული ორკესტრი პირველი კონცერტისთვის, რომელიც აპრილში კონსერვატორიაშია დაგეგმილი, უკვე ემზადება. ეროვნული კინოცენტრის 2012 წლის კონკურსში კოპროდუქციის წარმოებისთვის ორმა პროექტმა გაიმარჯვა.